როგორ ფიქრობ, რა არის კანონი? პრინციპებზე დაფუძნებული წესთა სისტემა თუ ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც გამოგვაქვს განაჩენი? განსხვავება ერთი შეხედვით შეიძლება ვერ დაინახო, მაგრამ ეშმაკი დეტალებშია. თუ კანონს აღვიქვამთ როგორც ინსტრუმენტს, მაშინ მისი შეცვლა შესაძლებელი ხდება ნებისმიერ დროს, მოქმედი ხელისუფლების ინტერესების მიხედვით. გამოდის, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალის მიზნების მიღწევის საბაბით შესაძლოა ინდივიდის უფლებები დაირღვეს. წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღესაც საპარლამენტო უმრავლესობა მიიღოს ხელისუფლების კრიტიკის ამკრძალავი კანონი. ეს ხო მოქალაქის უფლებების დარღვევა იქნება. სინამდვილეში სამართალი უნდა ემყარებოდეს პრინციპებსა და ღირებულებებს, შეხედულებათა და ფასეულობათა სისტემებს და არა მხოლოდ წესებს, რომელთა შეცვლაც მარტივად შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების ინტერესების მიხედვით. კანონი არ არის მხოლოდ ინსტრუმენტი და საშუალება, მას აქვს შინაგანი მორალური სტრუქტურა, რაც სამართლიანობის აღსრულებისთვის მყარი საფუძველია. ავტორიტარული სისტემებისათვის დამახასიათებელია მიზნის მისაღწევად კანონის ინსტრუმენტად გამოყენება, რაც არღვევს სამართლის აღსრულების პრინციპს, რადგან ასეთ შემთხვევაში მოქალაქეების უფლებები დაცულია არა ღირებულებების მიხედვით, არამედ დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გადაწყვეტს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა. როდესაც კანონი მხოლოდ საშუალებაა, ის პოლიტიკური ძალის მიზნის მისაღწევ ინსტრუმენტად ფორმირდება, ხოლო როცა კანონი ეფუძნება ღირებულებებს, მაშინ ის უდავს ხელისუფლებას და იცავს მოქალაქეს. თუ ამ ყველაფერზე ვთანხმდებით, მაშინ რა ღირებულებებზე დგას კანონი, რომელიც ტროტუარზე მდგომ მოქალაქეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში უშვებს. განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.